საღამოშვიდობისა დღეს ორშაბათია და შესაბამისად 21 საათსა და 15 წუთზე აჭარის ტელევიზიის ეთერში ток-შოუ სპორტის დრო დგება. Ჩვენი დღევანდელი გადაცემა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გონიერ, რთულ და ბრძნულ სახეობას ჭადრაკს დაეთმობა. Შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს სპორტის სახეობა საკმაოდ განვითარებულია და ჩვენს ქვეყანას ყავს ისეთი სახელოვანი მოჭადრაკე ქალები, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ასე შემდეგ. ოდითგანვე ქართველი ქალები უფრო წარმატებულებდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და უფრო გამოირჩეოდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და ამის დასტურია ის, რომ ფიდეს სექტემბრის რეიტინგში 100 საუკეთესო ქალ მოჭადრაკეს შორის 10 ქართველი გოგონაა. აგვისტოს თვეში ქალაქ ბელგრადში ქალთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ბათუმელმა მოჭადრაკემ სალომე მელიამ მეორე ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, რის შედეგადაც გააუმჯობესა ქართველთა მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე. ამგვარი შედეგი ევროსარბიელზე ჯერ არც ერთ ქართველ მოჭადრაკეს არ ჰქონია. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ სალომემ ამ შედეგით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე სალომესთან ერთად კიდევ ორი მოჭადრაკე ნინო ვაციაშვილი და მირანდა მიკაძე იმყოფებოდნენ და ამის უშუალო დამფინანსებელი გახდა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, რომელმაც ასევე იზრნა მოჭადრაკეების მომზადებაზე და სამწვრთნელო ეტაპზე. სწორედ ბათუმელი მოჭადრაკე სალომე მელია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მინდია ხათამაძე არიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მე ტელემაყურებლებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ნომერს 27 მოგესალმებით. სალომე, პირველ რიგში მოგილოცავ ამ წარმატებულ გამოსვლას, რომელიც გქონდა აგვისტოს თვეში. როდის დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი, შენთვის როდის დაიწყო პირადად და ელოდი თუ არა იმ ადგილს, რომელსაც დაამთავრე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატისათვის მზადება ტურნირამდე ერთი თვით ადრე დავიწყე კონკრეტულად ამ ტურნირისთვის. საქართველოს ჩემპიონატი იყო წინა ტურნირი, შემდეგ ერთთვიანი შვალეთი გქონდა და საერთოდ რაც არ უნდა მონდომებული იყო, არასდროს არ იცი სპორტსმენმა წინასწარ რომელს დაიკავებ, მაგრამ ეს მზადება წინა სატურნირო პერიოდები ყველაფერი იმდენად სერიოზულად მიმდინარეობდა, რომ მე და აუცილებლად გეგმავდი და პროგრამა მაქსიმუმში, ჩემს პროგრამა მაქსიმუმში ეს შედიოდა. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება იყოს, მაგრამ არ მინდოდა ნამდვილად მედლის გარეშე იქან დაბრუნება. ეს რომელი სინჯის მედალი იქნებოდა, ეს უკვე ადგილზე ბოლო ტურებში გადაწყდებოდა და აქედან გამომდინარე, მედალს რო ავიღებდი, ეს უკვე ჩემმა შედეგმა ტურნირის დაწყებამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდი და დიდი შანსი მქონდა მედლის მოპოვების, ტურნირის მსვლელობამ შეაჩვენა და შემდეგ უკვე ბოლო ტურში ვიბრძოდი, რომელი სინჯის მედალი იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ შენს წარმატებაში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტსაც მიუძღვის საკუთარი წვლილი. ბატონო მინდია, თუ შეგიძლიათ ამ წვლილზე მოკლედ გითხრათ და ზოგადად რამდენად პრიორიტეტულია ჭადრაკი ჩვენს რეგიონში როგორც სპორტის სახეობა? როგორც სპორტის სახეობა, ჭადრაკი ძალზედ პრიორიტეტულია ჩვენ ავტონომიურ რესპუბლიკაში, არა მარტო ავტონომიურ, მთელ საქართველოში. რაც შეეხება 20 წლის მანძილზე ბევრი საერთაშორისო ტურნირები ჩატარდა, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, ბოლოს ჩატარდა 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფში 18 ასაკში, 64 ქვეყანა მონაწილეობდა, შემდეგ 3 ზედიზედ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა 8 წლიანებში და შემდეგ კიდევ 18 წლამდე ასაკში 2010 წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. ჩვენი მხრიდან, დეპარტამენტის მხრიდან, სამინისტროს მხრიდან ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ არა მარტო ამ სფეროს განვითარებას და ჭადრაკის განვითარებას, ყველა სპორტის სახეობას, მაგრამ განსაკუთრებით ჭადრაკთან ის კავშირი გვაქვს, რომ შედეგიანობაა ძალიან დიდი. ჩვენ ყოველწლიურად, ეტაპობრივად, ტრადიციულად ვზრდით დაფინანსებებს და რაც შეეხება ახლანდელ ევროპის ჩემპიონატს, 3 სპორტსმენი ჩვენს მიერ დეპარტამენტის მიერ იქნა მივლენილი ევროპის ჩემპიონატზე. მომავალი გეგმები რაც გვაქვს ჭადრაკის განვითარებისთვის, ეს არის რა თქმა უნდა მათთვის ბაზის შექმნა და დაფინანსების გაზრდა. ანუ საკმაოდ პრიორიტეტული სპორტის სახეობაა ჭადრაკის. სხვადასხვა ჩემი სუბიექტური აზრი, რომ შეიძლება მოვიდეს დრო, რომ ჭადრაკი შევიდეს ყველა სკოლაში, როგორც სწავლის ერთ-ერთი სახეობა და ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრმა ქვეყანამ გააკეთა ეს.
დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სალომე 4 წელია საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ. ის არის საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, 4ჯერ პრიზიორი ახალგაზრდებში და ასევე 2010 წელს საქართველოს ჩემპიონატი აქვს მოგებული ქალებს შორის, რაც ალბათ არ ჩამოვარდება დანარჩენ მოსწრებს, იმიტომ რომ საქართველოში ქალმოჭადრაკეთა კონტინენტი საკმაოდ ძლიერია. სალომე, მინდა გკითხო საერთო ჯამში როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე? და ვიცი რომ უნგრელმა სპორტსმენმა მხოლოდ ერთი ქულით გაგისრო. შეიძლებოდა თუ არა ბრძოლა პირველი ადგილისთვის, მაინც ჩვენ უფრო მაქსიმუმი გვინდა ყოველთვის, მაგრამ ეს შედეგი რა თქმა უნდა შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. მას შემდეგ რაც ჩემ რეალურად ჩემი მედლისთვის ბრძოლა, ასე ვთქვათ, და რეალური შანსი ციკლის 90%-იანი რომელიმე სიჯის მედალს მოვიპოვებდი გადაწყდა სამწუხაროდ ქართველთან გამარჯვების შემდეგ, მაგრამ სპორტი არის და დაფასთან უკვე ერთმანეთს ესე ვთქვათ ვეპაექრებით, ნანა ძაგნიძესთან გამარჯვების შემდეგ უკვე რეალურად მედალს მოვიპოვებდი. ბოლო ტურში იყო რაღაც თეორიული შანსი ოქროს მედლისთვისაც, მაგრამ მოწინააღმდეგე მისწრებდა ერთი ქულით და იმის მარცხი და ჩემი გამარჯვება იყო ამისთვის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ამჟამად გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე დიდი ხანია მედალი არ მოუპოვებია და რაღაც დაბრკოლებასავით ჰქონდა ეს მომენტი და გადაილახა, მომავალ წელს უფრო აქტიურად შეძლებთ ოქროს მედლისთვის ბრძოლას. თუმცა ინდივიდუალურ ტურნირს თავისი დატვირთვა აქვს და ალბათ ეს რაღაცნაირად გვაბრკოლებდა ყველას, იმიტომ რომ გუნდურ ჩემპიონატებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არაერთი მედალი მოგვიპოვებია 2008 წელს ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა ჩვენი ნაკრები 2010-ში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ყოველ წელს ევროპის ჩემპიონატზე მედლებს ვიპოვებთ და ეს ევროპის ჩემპიონატი ცოტა მიუღწევადი იყო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუმცა ოქროს მედალსაც ალბათ შეიძლებოდა შეჭიდებაც, მაგრამ ამჟამად ყოველთვის დასანია, როცა ერთი ქული და ესეთი მიზერული სხვაობით ხდება. აუცილებლად რა სალომე შეიძლება პრობლემას ვერ ამობს. აჭარის ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონი გახდა სალომე 2010-ში, ამის შემდეგ მიიღო ლიცენზია, ასე ვთქვათ, ჭადრაკში და ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა. ეს არის ძალიან დიდი შედეგი სპორტსმენისთვის და კიდევ ამის შემდეგ ის მის დაბაზე მეორეზე გავიდა და ამის შემდეგ მესამე ბრინჯაო წამოიღო ოლიმპიადიდან. ძალიან დიდი შედეგია. ჯერ ახალგაზრდა სალომე და სწორედ აჭარაზე მინდა გავაგრძელოთ გადაცემის თემა. აჭარის ჭადრაკის ფედერაცია რა თანხით ფინანსდება სახელმწიფოსგან? ბატონი კაკო არის ბიზნესმენი ადამიანი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს და ფედერაციის პრეზიდენტია. დღესდღეობით მე როგორც ვიცი, დაწყებული აქვს მას მუნიციპალიტეტებში შიდა ჩემპიონატების ჩატარება, ტურნირებს ატარებს, ხულოში ჩაატარა, ახლა ქობულეთში ატარებს. ეს უნდა გააკეთოს როგორც მაღალმთიანეთში, ასე ყველგან. ის ფულ ხარჯავს თავისი ბიზნესიდან, თავისი შემოსავლებიდან და ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს პატარა ფულთან არ არის დაკავშირებული მონდომებასთან. აქედან გამომდინარე, ბატონი გაგო ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტია, ითვლება ისე, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტია, რომელიც გული და სული ჩაბმულია ჭადრაკის განვითარებისთვის. თუმცა აჭარის ჭადრაკის ფედერაციას არ აქვს შენობა და არ აქვს შენობას რაც შეეხება ამ ეტაპზე ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში არის დარბაზი ამ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ მომავალში რა თქმა უნდა განათლების კულტურის და სპორტის სამინისტრო ფიქრობს, რომ გააკეთოს ააშენოს ახალი ბაზები, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნას სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ერთ-ერთი სახეობა შევა ჭადრაკი ამ რომელიმე ინფრასტრუქტურის განვითარების პერიოდში არ დარჩება ჭადრაკი დარბაზის გარეშე და არ დარჩება ჭადრაკი ყურადღების გარეშე. თუმცა ის რომ შენობა არ აქვს დღესდღეობით და მე შენობა აქვს სასპორტო სკოლაში. სასპორტო სკოლაში შენობა გასაგებია. სასპორტო სკოლაში ყველა სპორტის სახეობა შეიძლება თავი მოიყაროს. მე უბრალოდ ის მაინტერესებს რომ 6 მაისის პარკში, ეგრეთ წოდებულ ძველ პიონერთა პარკში არსებობდა საკმაოდ კარგი შენობა, საჭადრაკო კლუბი, რომელსაც ალბათ სალომე შენს მე მგონი მაგ დაიწყე ხო შენი საჭადრაკო კარიერა. როგორ გაიხსენებდი აი იმ პერიოდს და რამდენად აი მე ზუსტად ეს მინდა რომ მეკითხა რომ ესეთი საჭადრაკო არაფერი არ გვაქვს, სადაც შეიძლება რომ თქვა ბავშვი მიიყვანო, ხო? ძალიან კარგი იქნება ესეთი შენობა, მე როგორც ვიცი, კერძო სექტორია უკვე.
გადავიდა კერძო პიროვნებას აქვს. გრანდიოზული შენობა, რასაც ქვია, აი მაგალითად ჭადრაგის სასახლე. ეს არა, მე ვამბობ 6 მაისის პარკი, 6 მაისის პარკი. ჩაწერილი სინათელას იცით, მოხდა პარკის რეკონსტრუქცია, სხვადასხვა იქ ყველაფერი შეიცვალა და აქედან გავლი ის ხის შენობა იყო და ნაწილობრივ ის კი, გასაგებია. ის იმის შემდეგ უნდა დადაშენება ახლის, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ფიქრობ რომ შენობა ალბათ ყველა სპორტსმენს ძალიან კარგად ახსოვს, კარგი მოგონებები აქვს შენობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც პატარა ხარ ჭადრაკის თამაშს იწყებ და პარკში ესეთი შენობა არსებობდა, იქ უკვე ბავშვს რთული არის უფრო 2-3 საათი დაფასთან გააჩერო და სხვა მომენტებიც არის, კარტობაც არის, გარეთ პარკიც იყო ყველაფერი, ეს დადებითი ფაქტორი იყო, მე ვფიქრობ და ძალიან მწუხარ რომ ეს შენობა დაიშალა. იგივე ადგილზე რომ მოხერხდებოდეს რაიმე პატარა შენობის ჭადრაკისთვის აშენება, ეს ძალიან კარგი იქნება, ან თუნდაც მიახლოებით ისეთი გარემოში, რაც მნიშვნელოვანია ის, როდესაც ბავშვი ჭადრაკზე მიდის, თავიდან უფრო რთულია, რომ პატარა დააინტერესო დაფასთან დიდი ხანი ძდომის და როდესაც სხვა ფაქტორებიც არის, რომელიც ბავშვს აინტერესებს, უკვე დადებითად მოქმედებს. კიდევ მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი აუცილებლად, რომ ეს სახეობა თვითონ ჭადრაკი, როგორც ჩოგბურთი არის ისეთი ინდივიდუალური სახეობა, რომელიც არა მარტო შრომას მოითხოვს, ის მოითხოვს დაფინანსებასაც, ინდივიდუალურ დაფინანსებას. მე ვიცი, რომ აი ძალიან დიდი თანხებია დახარჯული სალომეს მშობლების მხრიდან, რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დიდი რა, ну იმდენი რომ მისი შრომითაც მიაღწია ყველაფერს, რასაც მიაღწია სალომე, მაგრამ აი თუ თანხა არ დაიხარჯა ინდივიდუალურად მოჭადრაკეზე, ახლა ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან. ყველაზე მცირე შეჯიბრებისთვის მზადდება ყველაზე მცირე, აი მაგალითად ჩვეულებრივი ტურნირი ტარდება. ერთი მწვრთნელის დაქირავება, ასე ვიტყოდი, მისი სწავლება დღეში ჯდება 50 евро. სოფლიო ჩემპიონატზე თუ ემზადება, მაგალითად სალომე თუ ეხლა მოემზადება 500 евро ჯდება ერთი მწვრთნელის ერთი დღე დაფინანსება. ეს არის თანხებთან არ დაკავშირებული და ცოტა ისეთი საკითხია, მე ვამბობ, კი, უნდა დაფინანსდეს და ყველაფერი, მაგრამ ამაში კერძო სექტორის უნდა იყოს ჩაბმული ჩემი აზრით, მხოლოდ სახელმწიფო ასეთ თანხებს და მშობელს გაუჭირდება. თუმცა მე აქვე ძალიან კარგი მოსაზრება იყო მინდა. მე აქვე მინდა ძალიან სკეპტიკი ადამიანები, ვის ფიქრობს, რომ ჭადრაკი არ არის სპორტის სახეობა და ის არ ითვლება, მას არ აქვს ფიზიკური დატვირთვა. ეხლა მინდა მახსენე, რომ სამწვრთნელო შეკრება არის აუცილებელი. როგორც დილეტანტი დავსვამ ამ შეკითხვას, აი რა შეიძლება იყოს ეს სამწვრთნელი შეკრება, როგორი ვარჯიშები გააქვს შენ პირადად? მართალია, ხა ჩვენ ჭადრაკი ჭიდაობასავით არ არის და პირდაპირ შეხლა შემოხლა არა გვაქვს ერთმანეთის ფიზიკური კუთხით, მაგრამ აუცილებელი არის ჩვენთვის ფიზიკური მომზადება და ელემენტარულად სადაც შეჯიბრება არის, ქულა არის, პაეკრობა არის, უკვე სპორტის სახეობა არის, აქედან გამომდინარე, მესმის რომ ლოგისტიკას ეწევთ ესეთი რადგან პირდაპირ არა გვაქვს საბრძოლო პაეკრობა ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ინტელექტუალური სპორტის სახეობა ესეთი შეიძლება რომ დავარქვათ, რომ შორის სასწავლო ვარჯიშებში იყო სალომე, ახლაც ფეუძიმეთა ახლა და ბრწავრად და მეორე თავი ფეუძიმეთ სალომე ყოველ დღიურად დარბის ბულვარში ცურავს ბასეინზე და ემზადება ფიზიკურადაც, არა მარტო გონებრივად ფიზიკურად, იმიტომ უწევს ხანდახან 5, 6, 7 საათი ერთ ადგილას ჭდობა ფიქრი და ფიზიკურად რო არ იყოს მომზადებული ყველა სპორტის სახეობა ჭადრაკსაც ჭირდება ეს და აუცილებლად ის თუნდაც სარბედი ბილიკები ლეოსნობის აუცილებლად ჭირდება მოჭადრაკეს საცურაო ბაზა ჭირდება რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოდის როგორც სპორტის სახეობა ჭადრაკი ეს ის მომენტი არის როდესაც ეს შრომა არ ჩანს და კარგად მიღმარჩება მაგრამ როგორც სპორტსმენისთვის აუცილებელია ილა საღამოს ველოსიპედით ვარჯიშობდა ბულვარში რომ ფორმაში ყოფილიყო როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს ორივეს მოსაზრება, რატომ ოდითგანვე ესეა მიღებული, რომ ქართველი ქალები უფრო წარმატებულები არიან ამ სპორტის სახეობაში, ვიდრე მამაკაცები? ეს კითხვა სხვადასხვა ბევრჯერ დაუსვიათ ჩვენი ნაკრებისთვისაც და როგორც ასეთი კონკრეტულ რეცეპტს ვერ ვიტყვით ამ შემთხვევაში, მაგრამ ალბათ უფრო დისციპლინებულები ვართ დილოსნები, ვიდრე მამაკაცები, უფრო მეტი კონცენტრაცია გვაქვს, უფრო მეტად ვინდომებთ. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოშია ესე თუ მსოფლიო
არა, ჩვენთან ასაკუთრებულად არის, რომ მანდილოსნებს ძალიან დიდი შედეგები ჰქონდათ დრის ფონზეც მამაკაცთა შედეგები არ ჩანდა და ინდონის არ იყო. 30 წელი მსოფლიო გვირგვინის ფლობდით, ქალბატონი ნონას და მაიას მეშვეობით და მამაკაცებში ფინალამდეც ვერ მივედით, რა ეს მომენტი ერთადერთი საქართველოს ეროვნული ჩემპიონი გახდა გაიოს ნიგალიძე. ეს არის ბიჭის ბავშვი ბათუმელი ბიჭის გაიოზის ძალიან დიდი შედეგი, იმიტომ რომ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო და ეს მე მგონი აჭარაში პირველი შემთხვევაა, რომ ეროვნული ჩემპიონი მამაკაცებს შორის დაიგავ ეს იგივეა თითქმის ევროპარო დაამარცხო რა საქართველოში საქართველოს ჩემპიონობის პროგრამა, ასე რომ არის პოტენციალი, იზრდებიან ბავშვები, ვიდან 18 წლამდე ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ერთი პრიზიორი წავს, პატარა ეხლა იზრდება და 2000 წელს ჩატარებულზე მაქვს საუბარი. იზრდებიან და მომავალ თაობა არის, რა თქმა უნდა, სუნაც გადიან ყოველ ღიურს, შაბათ-კვირას და ყოველ დღეს. ასე მე ვიცი რომ აჭარის მინდა შენახსენე რომ დადიან რეგიონებში დადის აჭარის აჭარაკის ფედერაცია და ეძებს ახალ ჩემპიონებს პატარა ბავშვებს რა სისტემით ხდება, რა სისტემატიური სახე აქვს ამას თუ ეს არის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული სკოლებში, სკოლის ასაკის ბავშვებს განსაზღვრულია ასაკები. და მოგეხსენებათ რომ ჭადრაგის ჩატარება ცოტა ადვილია, ეს არ მოითხოვს სამლეიფს და იქ რაღაც სტანდარტებს. ჩვეულებრივად ადამიანზე გვაქვს ეს 2006 წელს დაღიდი ის ინვენტარი, რომელიც ახლა გვაქვს მაშინ მახსოვს 2000 ადამიანი ერთად თამაშობდა ჭადრაგის ინვენტარი გვაქვს ახლა ჩვენ და მუშაობს ეს ინვენტარი და ეს ბატონმა გამოიყენა ძალიან კარგად და ასაკობრივ შეატარებს სკოლის ასაკში რომ აღმოაჩინოს ტალანტები. ორი დები იყვნენ შუახევლები კეკელიძეები, რომლებიც აჭარუკობის ასაკში გარკვეულ წარმატებებს ახსენებდნენ. შემდეგ რაღაც შეფერხება მოხდა. ასე რომ რაიონებში ძალიან ბევრი ტალანტია და ძალიან ბევრი აღმოჩენა შეიძლება გაკეთდეს. ანუ გამოდის რომ ეხლა უფრო მეტი მუშაობა რაიონებზეა და უფრო მეტი მიმართულება რაიონებზეა, ვიდრე თვითონ შით ქალაქში ბათუმში, ხო? ქალაქში ეს მიმდინარე ინერციით მიმდინარეობს, აქ წვეტა არ ხდება, უბრალოდ იქ არის სოფლებში ტარდება, ეხლა გენერალური მდივანი ქოგულეთშია წასული, უშინ ჩამოვიდა შუახევი და შემდეგ ხულოში წავა. ფოტოშოპის ბატონი მოგაგონ ხულოში აიტანა ინვენტარი. ბატონი გაგვარი რანდის მეპატრონე დირექტორია მფლობელი არ ვიცი და მისი სახსრებით გააკეთებინა მერხევი მაგიდები და აიტანდა გადასცა ერთ-ერთ სკოლას და იმ სკოლაში ნახოთ შეიძლება რაღაც ტალანტი აღმოჩნდეს და გაიზარდოს. გასაგებია. სალმე, აქვე მინდა შენ კითხო, ვინ არის შენი კუმირი ჭადრაგში, ვის გამოც აი თქვათ ბავშვობაში ვის გამოც დაიწყე ჭადრაგის თამაში და დღეს ვინ არის ის ადამიანის მოჭადრაკე, ვისთანაც ყველაზე დიდი სურვილი გაქვს რომ მოხდეს აჭადრაკო დაფასება. რაც შეეხება კუმირს უფრო აქცენტი ქონდა გაკეთებული მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მანდილოსნებს სულ ჩემპიონის გვირგვინი ქონდა მოპოვებული მაინც მამაკაცის სიძლიერე კი სულ სხვა არის ჭადრაკის დაფასთან. ესეთი ადამიანი, რომელთანაც ვითამაშებდი, ეს არის ის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ვინც იქნება, ეხლა არის ჩინელი ჰოუიფანი, რომელთან ერთადაც ვისურვებდი, რომ ფინალში მას შეხვდე და ვიბრძოლო ისე და დავიბრუნოთ ეს გვირგვინი. ქართველებმა მაინც დავიბრუნოთ. მე მინდა გკითხო, ყველაზე ხანგრძლივი პარტია, მე მგონი ეხლა მოგიწია ხო შენ ევროპის ჩემპიონატზე თამაში და რამდენი ხანი გაგრძელდა ეს? ევროპის ჩემპიონატზე ჩემი პარტია ბოლო ტურში ყველაზე ხანგრძლივი იყო. 150 შლა ვითამაშეთ, 6 საათი ნახევარი ვითამაშეთ, ბოლოს დავამთავრეთ, უკვე ყველანი გველოდებოდნენ. ეს ალბათ მონიკა სოჩკოს ვეთამაშებოდი პოლონელს, რომელთანაც ფრედავამთავრე მატჩი და ამით მოვიპოვე медали. მას არ აწყობდა, აი მხოლოდ მოგება აწყობდა და ამიტომ ბოლომდე არ ეპოვებოდა თავის ფეც, ბოლომდე თამაშობდა, თუმცა უკვე იქ არაფერი იყო ისეთი საბაიქ, რომ რეალურად პარტია ფრედფარდება. ასე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილმა FIDE რეიტინგში თუ მოგიტანა რამე ქულები და თუ აიწიო, მე როგორც ვიცი, ახლა 36 ხარ ხო რეიტინგში?
ეხლა მსოფლიოს 30-ში შევედი. Რა თქმა უნდა, რეიტინგშიც მომიტანა დიდი მატება და ასევე მედალთან ერთად რაც თავარი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოვიპოვე და 2014 წელს მივიღებ მონაწილეობა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შენი აზრით, შენი განმოსახილება როგორ შეიძლება საქართველოს ქალი ნაკრების აქ შეიძლება მივუდგეთ ინდივიდუალურად ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან რომ მედალი ავიღეთ, ეს უკვე დიდი წარმატება იყო ფედერაციისთვის, ასევე კიდე ერთმა ახალგაზრდა მოჭადრაკემ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია და ესეც მისთვის პირადად დიდი მიღწევა იყო. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების წევრებს, მათ ალბათ კიდე უფრო მეტი შეეძლოთ, იგივე ნანა ძაგნიძეს ნინო ხურციძეც კარგად მიდიოდა ტურნირზე და რაღაც პერიოდში შემდეგ რამოდენიმე წაგება მიაყოლა ერთმანეთს და ვეღარ ამოქალჭა და ვფიქრობ რომ მათ კი შეეძლოთ რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ. ალბათ. მინდა მე ახლა მინდა კითხო რა ტურნირი რომელიც მე მგონი ერთ-ერთი ტურნირი ტარდება დღესდღეობით აჭარის მასშტაბით ხო? საერთაშორისო თუ ორი ჯადრაკის საფხულობით ატარებს ფედერაცია და ქალაქ ბათუმის მერია მუნიციპალური ფინანსების ფარგლებში ერთობლივად ტარდება ტურნირი ბავშვთა შორის ეხლა ჩატარდა რანდის ოფისში ძალიან კარგი და დიდი ტურნირი და წელიწადში ორჯერ და ჩვენთან ფაქტიურად ისეთი გამოცდილება აქვს აჭარას და ბათუმს რომ კიდევ მეორე მსოფლიო ევროპა გულჩატარებული და ყოველწლიურად რო ასეთი 2-3 ტურნირი ჩატარდეს ისიც ამათ გარდა ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ბავშვებს გაგისთვის იმიტომ რომ ქუთაისში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ახლა სკოლა ქუთაისში ჩადრაგის სკოლა გახსნილი და მე ვფიქრობ იყო ლაპარაკი ამაზეც რომ გვინდა მომავალში ფიქრია ამაზე რომ სალომე მელიას სახელობის სკოლა გაიხსნას ან კლუბი გაიხსნას და იმ ბავშვები რომლებიც ახლა იზრდებიან და ახლა უყურებენ აი 8 წლის ასაკში 10 წლის ასაკში 12 წლის ასაკში რომ დაინახავენ რომ აი სალომე მელია რომელიც წარმატებული იყო აი მას თავის სახელობის სკოლა ან კლუბი გაუხსნის სტიმული მიეცემა რა თქმა უნდა ეს ბავშვს და უაში უფრო მეტ შედეგს გაგვიდებს. აქედან გამომდინარე რომ უფრო ამისთვისაც კეთდება და დამსახურების მხრიდან. სალომე აქ მინდა კითხო შენი განმოსახილიდან შენ როგორ თქვი რა ასაკშია მიზანი შეწონილი იგივე ბავშვის მიყვანა ჯადრაკს? მე ვფიქრობ რომ ეს ისეთი სპორტის სახეობა აუცილებელი არ არის პროფესიონალი მოჭადრაკე გამოხვიდე ელემენტარული სულების რო იცოდეს ბავშვმა უკვე მისი აზროვნებისთვის ლოგიკისთვის ჩამოყალიბებისთვის თუნდაც სკოლის ასაკში თუნდაც ის სკოლის პროგრამა რო ადვილად მიიღოს ბავშვმა ეს ძალიან კარგი იქნება ამიტომ ბაღის ასაკიდან უკვე რეალურად დღესდღეობით უკვე ბავშვები დაყავთ ჭადრაკზე 4-5 წლიდან და ადრე იყო როდესაც 20 წლის ასაკში იწყებდნენ ჭადრაკის სწავლასაც და ჩემპიონები 27 წლის ასაკში წყდებოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე დაჩქარებული ეპიცმის ყველაფერი. მაინც შენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჭადრაკის თამაშის დროს? ყურადღება, კონცენტრაცია, ანალიტიკური აზროვნების უნარი. ყურადღების მობილიზება ეს აუცილებელი არის, იმიტომ რომ ყურადღება თუ გაგეფანტა შეიძლება აბსოლუტურად მოგებული პარტია ერთ თვეში დაღუპო. ამიტომ ეს აუცილებელი არის, რაც შეიძლება თავიდან არ კონდეს, მაგრამ ნელ-ნელა უკვე მუშაობით საკუთარ თავზე მოდის, ეს აუცილებელია. ასევე დარჩენი ყველაფერი ლოგიკური აზროვნებაც, მონდომებაც, ყველაფერი არის საჭირო ცოტა იმისათვის, რომ საერთო ჯამში ერთი დიდი ნაშრომით გამოვიდეს შედეგი. დიდი მადლობა, ჩვენ რამდენიმე ხნით 2 წუთით შევისვენოთ, მოკლე რეკლამაზე გავიდეთ. ჩვენ ისევ დაგებრუნდით პირდაპირ ეთერში და მინდა შემდეგი კითხვა, მინდა შენ დაგისვა. სალომეს გარდა რეგიონში რამდენი მოჭადრაკე ყავს, რომელიც ესე სისტემატურად აქცევთ ყურადღებას სტადიონის ჩემპიონატებზე და შეჯიბრებებზე? რა თქმა უნდა, აჭარაში არიან უძლიერესი სპორტსმენები, როგორთა შორის არის სალომე კარგად იყოს. ნინო ბასიაშვილი და ბირალდა ვიქაძე, ესენი ორივენი მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტურნირებში, რანგის ტურნირებში, არის კომერციული ტურნირები, არის საერთაშორისო ტურნირები, აღწერენ გარკვეულ შედეგებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ვიცე-ჩემპიონია ნინო ბასიაშვილი და ასევე მირანდა მიქაძეს აქვს გარკვეული შედეგები. აი მათი შედეგები ძალიან
დიდია საქართველოს მასშტაბით რო ავიღოთ ახლა ისინი ყოველთვის აღწევდნენ და აღწევენ შედეგებს ისინი გადასული არიან დიდასაკში უკვე პატარობის ასაკშიც აღწევდნენ შედეგებს და ახლა დიდასაკში არიან და ვარჯიშს გადიან ყოველდღიურად მე როგორც ვიცი ყოველდღიურად გადიან და არის ინტერესი რომ მათ მომავალში ძალიან დიდი შედეგი დადო ველოდებით მას გადიან სალომე, აგო მინდა შენ კითხო. ბოდიშით გაიოს ნიგელიძეზე მქონდა საუბარი და გაიოს ნიგელიძე ვახსენეთ უკვე რომ ეს არის პერსპექტიული ბიჭი, ძალიან ძლიერი ბიჭი და მომავალიან ძალიან დიდი. მე მინდა კითხო საქართველოში შენ პირადად რა პრობლემებს აწყდები აი საჯადრაკო სარბიულ საჯადრაკო ცხოვრებაში და რა პრობლემები გამოგიულია დღეს რა არის გამოსასწორებელი ესე ვთქვა. ყველა სფეროს თავისი პრობლემა აქვს და ინდივიდუალურად სპორტსმენსაც და ზოგადად სახეობაში თავის პრობლემებია. მოკლედ რომ ვისაუბროთ, მთავარი არის, როდესაც ფედერაციის გადასახედიდან ჩემპიონატი მთავარი უნდა იყოს შედეგთან, არსებულ შედეგთან ერთად მომავალი თაობა რომ მოდიოდეს, რაც ეს არა მარტო ჩემი აზრი არის, რომ დღესდღეობით ცოტა პრობლემატური არის, მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკს ძალიან ბევრი თამაშობს საქართველოში და მოყვარულის დონეზე მაინც იცის განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, აი ახალგაზრდებში მედლების მოპოვება ცოტათი გვიჭირს. ეხაც ევროპის ჩემპიონატზე არიან წასულები ჩვენი მოჭადრაკეები და ვიმედოვნებ, რომ მედლით დაგვიბრუნდებიან და წარმატება მინდა მათ უსურვო. ჩემ დროს 4-5 ოქროს მედალი ჩამოქონდა მარტო და ბრინჯაოს ვერცხლის მედლების ცვენა გქონდა ესე ვთქვა და ეხლა ცოტათი 1-2 მედალიც რო ჩამოვიტანოთ უკვე ფედერაციას უხარია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომავალ თაობაზე მეტი არის აზრუნავი. მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ ეს აზრი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. გაითიშა სამწუხაროდ. მე აქვე მინდა კითხო, ანუ დაინტერესება ახალგაზრდა თაობის მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ შენელდა, შემცირდა თუ არ შესაძლებელია რომ ფედერაციაც არ მუშაობდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც ამ კუთხით სწორად, რადგან ეს მომენტი შეფერხდა, იმიტომ რომ დაინტერესებაც ნაწილობრივ დამოკიდებული არის ფედერაციის მუშაობაზე. ყოველთვის შეიძლება ყოველას წარმატება არ ქონდეს, მაგრამ რაღაცა უნდა ჩაიდოს მაგ მხრიდანაც, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. მაყურებელი ესე გვიკავშირდება, მოგესალმებით. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო, გესმენთ? დიახ, გისმენთ. სალამოშინობის პასუხობესო. მოგესალმებით, მოგესალმებით ფესტუნებს. ორივე შესანიშნავი ადამიანებია, განსაკუთრებით მილა სალომეს მიულოცო ყველა ის წარმატებები, რაც მას მოპოვებული აქვს წელიწადების განმავლობაში, ძალიან კარგი ფიქციული ხობოდა და მე მინდა რომ სალომეს მალე ბრინჯაოს მედალს ამივიჭით ოლიმპიადაზე, მაგრამ მინდა რომ ოქროს მედალი აუცილებლად მოიპოვოს. მაგრამ მე მინდა ერთი შეკითხვა გავსვა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ორივე სეკუნდეს შეკითხვა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ბათუმში არის შექმნილი საჯადრაკო კლუბი, მერიას ასociațiului კლუბი. Mai გვაინტერესებს, რატომაც არ იყო ხსენებული და ეხმარება სალომე მელიას ეს კლუბი თუ არ ეხმარება. ან რა მდგომარეობაშია ეს კლუბი ის ეხმარება, როგორ ეხმარება, ისთვის ეხმარება და თუ არის სალომე ამ კლუბში გაწევრიანებული. და მეორე კითხვა, რა თქმა უნდა ეს მეორე კითხვა ბატონ მინდიას ეკუთვნის, იყო ნახსენები რომ ძლეოსობა და გვაინტერესებს ეშველება ძლეოსობას ჩვენს რესპუბლიკაში თუ არა ბატონო მინდია. დიდი მადლობა. ჩვენ ალბათ ქონდა გათვალისწინებული კითხვა, ვიცით რომ არსებობს რაღაც კლუბი მერიასთან არსებული, მაგრამ კონკრეტულად ინფორმაციის მოპოვება დღეს ვერ შევძლებთ და შეიძლება რომ აგვიხსნათ ფულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმში ნახევარი წელია რაც მერიასთან მერის დაფინანსებით შეიქმნა საჯადრაკო კლუბი ნონა, რომელმაც იმ სპორტსმენების მომზადებაში შეიტანა თავის წვლილი, რომელიც სპორტის დეპარტამენტმა ევროპის ჩემპიონატს დაგვაფინანსა. მე და ნინო ბაციაშვილი მოგვამზადა ევროპის ჩემპიონატის წინ ჩვენივე შერჩეულ მწვრთნელებთან, ესე რომ ვთქვათ, და მე ეს დაფინანსებამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ეს კლუბი
ჯერჯერობით ახალდაარსებული არის და ამიტომ ძირითადად კლუბის მოღვაწეობაზე სხვა მხრივ ალბათ არ შემიძლია საუბარი. ვიმედოვრებ, რომ ხელმძღვანელობა სწორ ნაბიჯებს გადადგა. შენ ხარ ამ კლუბის წევრი და კლუბის სახელით გამოდიხარ. ნინო ვართ კლუბის წევრები, ასევე არიან მირანდა მიკრაძე და გაიოს ნიგალიძე და ახალგაზრდა ბავშვები მე როგორც ვიცი. ეს კლუბის ძირითადი მიზანი არის მომავალ წელს საკლუბო ჩემპიონატზე, ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე კლუბი რო გაემგზავროს. ამ შემთხვევაში კლუბში მონაწილეობას ღებულობს უკვე 5 სპორტსმენი დღესდღეობით როგორც არის ფიდეს წესებით. აქედან გამომდინარე ალბათ კლუბი საქართველოს მასშტაბით სხვა სპორტსმენებსაც მოიწვევს, რადგან ჩვენ ხუთნი ფიზიკურად ქალები არა ვართ. როგორც ვიცი, იგეგმება 2 სპორტსმენის ჩემი და ნინოს გამგზავრება და პლუს დამატებით 3 ქართველი სხვა სპორტსმენის მოწვევა. სხვა მხრივ ჯერჯერობით კლუბს სხვა ღონისძიებები არ ჩაუტარებია გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შექმნილია და მომავალ წელს როგორც ვიცი, მომავალ წლისთვის იგეგმება ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის ტურნირების ჩატარება, კლუბის წევრების მომზადება და ესე შემდეგ. უარყოფითი ფონი რო არ შევქმნათ ხელმძღვანელობის არასდროს მიდგომებზე არ ვისაუბრებ, ვიმედოვნებ უბრალოდ რომ მომავლისთვის ყველაფერი კარგად იქნება და ისინი გაუმკლავდებიან თავის ფუნქციებს. ვის ანუ კლუბი არის მერიის დაქვემდებარებაში და მას ყავს ცალკეული ორგანო არ არის. ანუ მერიასთან არსებული დაფუძნებული. მერიამ დააფუძნა. ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში ვინ არის? გია ჭანტური. გია ჭანტური. თქვენთანაც იყო ბატონო მინდია შეკითხვა ძლეოსნობასთან დაკავშირებით და მოთქავს. ძლეოსნობა ვიცით დედოფალია, სპორტის დედოფალია და ერთი რაღაცა ძლეოსნობის გარეშე ფაქტიურად ერთ-ერთი სპორტი ვერ განვითარდება, ეს ყველა ვიცით. რადგან იქ ისეთი აი სირბილი, ელემენტარული სირბილი და ვარჯიში და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება სირბილის დროს, სოდი სირბილი, ყველაფერი ეს არის აუცილებელი ყველა სპორტსმენისთვის. ყავს შესანიშნავი სპეციალისტები, კახა ვაჩეიშვილი, კახა ხომერიკი, რომლებსაც ყავს ძალიან ბევრი ბავშვი. ეს ბავშვები წვნას გარდიან ზღვისპირა პარკში ან 6 მაისის პარკში. იქ საერთოდ არ შეიძლება საერთოდ რას ვამბობ, შეიძლება ყველაფერი შეიძლება გაჭირვება აკეთებინეთ ამას. ბავშვები რო არიან სად გააკეთებინონ წვნა და აქედან გამომდინარე სარბენი ბილიკი რო არ გააჩნიათ ბათუმში. მაგ გადიან წვნას. ჩვენ გავაშენეთ განათლების კულტურა სპორტის სამინისტრომ და შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დაასრულა ქობულეთის შუქურა სტადიონი, სადაც იქ გათვლილია სარბენი ბილიკების ადგილი და დატოვებული ადგილი, ზუსტად ის ადგილი, სადაც შეიძლება 4-5 სარბენი ბილიკის მოწყობა. ბათუმში რაც შეეხება, ჯერ მანეჟზე არ გვაქვს საუბარი ამ ეტაპზე, პროექტები რა თქმა უნდა გვიდევს, მაგრამ ამ ეტაპზე განხილვის პროცესია და თუ რა თქმა უნდა გაკეთდა ოლიმპიური სტადიონი, მას მოყვება 6 ბილიკიანი სარბენი ბილიკი. აქედან გამომდინარე შეიძლება შორეული პერსპექტივა იყოს. შორეული არა, განხილვის პროცესია და 2014 წელს უკვე გვეცოდინება სად და როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი. ანუ თავი პრობლემა ძლეოსნობის ის არის, რომ ინფრასტრუქტურა არის ძალიან საერთოდ ბათუმს რაც შეეხება და ქობულეთში პერსპექტივაშია და ღმერთით აკეთება ახლა მომავალში. ჩვენ გადავუხვიეთ საჭადრაკო თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა გადაცემას ზოგადად სპორტს ეთმობა და მაყურებელი გვაპატიებს. სალო, მე ვიცი რომ შენ ხარ ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი და ასევე მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატი. 2 ნორმატივი გაქვს და პლუს 1 ნორმატივი უკვე გახდის დიდოსტატის წოდებას მოგანიჭებს. სოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრები, თუმცა მისი ჩატარების თარიღი მე მგონი ჯერ ცნობილი არ არის. და თუ არის შესაძლებელი რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე სად გაიმართება, როდის ჯერ არ იცი, მაგრამ თუ არის შესაძლებელი რომ ეს ერთი ნორმატივიც დაამატა და უკვე ორივე ქალთა და მამაკაცთა დიდოსტატი გახდა. მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის მეორე ნორმატივი ახლა მოვიპოვე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე. რაც შეეხება მესამე ნორმატივის შესრულებას,
რომელიც უკვე წოდებას მომანიჭებს, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, აქ ნოკაუტ სისტემა გვაქვს და ამ შემთხვევაში გულისხმება ნახევარფინალი ან ფინალამდე მისვლა, რადგან პარტიების რაოდენობა არის საჭირო იმისათვის, რომ ნორმატივის შეასრულო. ასევე შესაძლებელი იქნება მომავალ წელს კიდევ რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ფიდე ჩაატარებს, იგივე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატზე. ასევე საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას და პირველი ნორმატივი გიბრალტარში შევასრულე მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ამ წოდებას დავიფიქსირებ. მე მინდა პირადად მეც რომ ამიხსნა და მაყურებელსაც ალბათ ნორმატივის შესრულება რა სისტემით ხდება ქალთა და მამაკაცთა რატომ და როგორ შეუძლია შეასრულოს იგივე მაგალითად შენ ქალთა და ასევე მამაკაცთა წოდება რომ მოგვენიჭოს ამისათვის საჭიროა სამი ნორმატივის შესრულება. როდესაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მომენიჭა ქალთა შორის, მაშინაც ესევე სამი ნორმატივი შევასრულე, ანუ რეალურად ბალანსი ჩვენთან. ამისათვის საჭიროა ტურნირში გარკვეული ქულების მოპოვება, შკალა არსებობს, რომლის მიხედვითაც გარკვეული საერთო რეიტინგი გჭირდება ტურნირში მონაწილეების და ტურნირში გარკვეული ქულების მოპოვება. იგივე, როდესაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო სტატის წოდება შევასრულე, მაშინაც სამი ნორმატივი შევასრულე იმისათვის, რომ დამფიქსირებოდა ეს წოდება და ასევე საჭიროა კონკრეტული რეიტინგი, რადგან ამ ნორმატივებთან ერთად, აი მაგალითად ქალთა შორის რო საერთაშორისო დიდოსტატი გახდე, ამისათვის 2300 რეიტინგი საკმარისი არის, მამაკაცთა შორის საერთაშორისო სტატი რო გახდე 2400 არის რეიტინგი, ამისთვის საკმარისი, როდესაც ნორმატივები შევასრულე და ეს რეიტინგი დავიფიქსირე, წოდებაც ავტომატურად მომენიჭა და ხა მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივების შესრულებასთან ერთად აუცილებელი არის რომ დაფიქსირდეს რეიტინგი 2500, რათა ეს წოდება მოგენიჭოს, ამიტომ არც ისე რთული სისტემაა, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, ბევრი არის საშუალო იმისათვის, რომ ეს ნორმატივები ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, სადაც ბალები წოდებისთვის მოვიპოვოთ და წოდება დავიფიქსიროთ. ეს უკვე უმაღლესი წოდება არის მამაკაცთა შორის საერთაშორისო სტატი და იმედი ამასაც მალე მოვიპოვებ. თუ არის ცნობილი, სად გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი და როდის? ხო, მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ცნობილი, სად გაიმართება, არც ქვეყანა, არც რიცხვები ჯერჯერობით. სავარაუდოდ ალბათ ფიდეში წლის ბოლოს განიხილება ეგ საკითხი ერთ-ერთ კონგრესზე და რომელიმე ქვეყანა გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. 2014-ში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გადაწყვეტილია, რომ გაემგზავრები ლიცენზია გაქვს. სპორტის დეპარტამენტი ამ შემთხვევაში სალომეს რა დახმარებას გაუწევს სოფლიო ჩემპიონატზე თუ იქნება ჩართული. რა თქმა უნდა, როცა სპორტსმენი სოფლიო ჩემპიონატზე მიდის, მას აფინანსებს ყოველთვის ეროვნული ფედერაცია და ეროვნულ ნაკრებში ირიცხება სალომე. მან ეს დიდი შრომით მოიპოვა, რაც შეეხება წინა მოსამზადებელ პერიოდს, სალომეს აუცილებლად დავეხმარებით. აქ ჩავერთვები მიდიას თუ შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია თავის მხრივ აიღებს საკუთარ თავზე სპორტსმენების დაფინანსებას. 6 სპორტსმენი ვართ საქართველოსდან, რომელსაც ლიცენზია გვაქვს მოპოვებული, დანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, მელელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და ნინო ხურციძე. ფედერაცია დააფინანსებს ამ სპორტსმენებს და ვიმედოვნებ, რომ უკვე სოფლიო ჩემპიონატის წინ მომზადების პერიოდს, როგორც დეპარტამენტი, ასევე ის ახალშექმნილი კლუბი, თან დაკავშირებითაც ჩვენმა ტელემაყურებელმა შეკითხვა დაგვისვა, მიიღებს მონაწილეობას და თავის მხრივ ამ პროცესში ჩაერთება, როდესაც ევროპის ჩემპიონატის წინ სპორტსმენები მოამზადეს და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღოთ, ის წყალობით და შედეგი დაფიქსირდა. ვიმედოვნებ, რომ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის წინ განსაკუთრებული გრაფიკი შედგება და ეს ყველაფერი ერთობლივად გადაწყდება. ერთი რაღაცა მინდა აუცილებლად დავუნიშნო. ინტენსიური ვარჯიშების აი შეჯიბრებების, ტურნირების ჩატარების გარეშე ერთ-ერთი სპორტსმენი ვერ მიაღწევს შედეგს, აქედან გამომდინარე, რაც უნდა ლიცენზია მოიპოვო, წინამოსამზადებელი ეტაპი თუ არ გაქვს აი ისე დაწყობილი, შეიძლება ვერაფერი შედეგს ვერ მიაღწიო და აქედან გამომდინარე ეს სპორტსმენი სულ ფორმაში უნდა იყოს, ასევე ეძახით ყველა ფორმაში უნდა იყოს და ამ ფორმას ჭირდება ინტენსიური წვრთნა და რეჟიმი. ამ რეჟიმში უნდა იყოს სალომე იმ პერიოდებში და ჩვენ გარკვეულწილად სალომეს გვერდში დავუდგებით დეპარტამენტი გვერდში დავუდგებით. ასაგებია. მინდა მე აქვე მინდა კითხო, შენ ცოტა საჭიროა თემას გადავუხვევთ.
დაგეგმილი ღონისძიებები უახლოეს მომავალში, რასაც სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტი მიიღებს მონაწილეობას. მე კიდე ერთი რაღაცა დამეღნიშნა აუცილებლად, სანამ ამ თემაზე გადავალთ. აქ ჩატარდა კომპოზიციების მსოფლიო ჩემპიონატი. ეხლა დამთავრდა იყო შეკრებილი ყველა ის უძლიერესი ადამიანები, მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც ამ კომპოზიციის საკითხებს, საჭადრაკო კომპოზიციებს იხილავენ. და სხვათა შორის რუგბის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ატარებდა გურგელიძე ამ ყველაფერს და ძალიან სასიხარულოა, რომ 20 წლის წინ ჩატარებულა ბოლოს საქართველოში და აღდგა და გარკვეულ პერიოდებში კიდე ჩატარდება და ეს ვინც ამ კომპოზიციებს ქმნის, ამ ხალხს უძახიან კომპოზიტორებს და კომპოზიტორებს. მე მქონდა ამის შესახებ შეკითხვა და მოდით სალომემ უფრო კარგად საჭადრაკო ენაზე განგვიმარტოს, რას ნიშნავს კომპოზიციები. რაც შეკითხვა დამისვით ახლა უბრალოდ გადავიდით თემას. შეკითხვა გამიმეორეთ თუ შეიძლება. მოდით თქვა სალომემ საჭადრაკო კომპოზიციები ბარემ გამარტოთ და შემდეგ გავახსენოთ დეპარტამენტის საუბარი. საჭადრაკო კომპოზიციები, საჭადრაკო ეტიუდები, რომლის ამოხსნაც ახლა ჩვენთან ბათუმში მიმდინარეობდა, ეს არისო პარტიის თამაში, ერთსინ ერთმანეთს ამოხსნას შეჯიბრებოდნენ. ეს არის ძირითადად ჩვენ საჭადრაკო ეტიუდებს ვიყენებთ პარტიის დაბოლოებაში, ანუ სამი სტატიისგან შედგება დებიუტი, შუა თამაში და ენჩვილი. ენჩვილში საჭადრაკო კომპოზიციების უფრო მეტი კომპოზიცნობა, უფრო მეტი ეტიუდების ზემუშაობა და განხილვა გვეხმარება შემდეგ, რომ ეს პოზიციები უკვე ასე ვთქვათ, დაზეპირებული გვაქვს და პარტიის დროს არ ხარჯავთ ფიქრზე, თუ ამა თუ იმ პოზიციაში როგორ მოვიქცეთ, ამიტომ რაც უფრო მეტი ვიცით ის შესახებ სპორტსმენისთვის მით უკეთესია. ზოგადად რა თქმა უნდა დებიუტი, შუა თამაში საჭირო არის, მაგრამ ყველა სტადიას თავისი ცოდნა სჭირდება. გასაგებ მე აქვე მინდა კიდე ერთი შეკითხვა დაგისვა და ბარემ მოვარჩეთ ეს თემა. შენ პირადად რამდენი სulis გათვლა შეგიძლია წინასწარ? თუ არის ესეთი რაღაცა? ანუ ესე ვთქვათ, კონკრეტულად მე არ დამითვლია საკუთარ თავთან, მაგრამ სავარაუდოდ მოჭადრაკეები ეძახით ხოლმე აი ამ მონაკოს საფლელ ხეს, რომ აი ხეს როგორ დავთვლით. შესაძლებელი არის პარტიის დროს რეალურად იფიქრო 5 ძირითად ცვლაზე და იმ 5 ძირითად ცვლას თავისი განშტოებები აქვს, რომელიც შეიძლება 1000 წლისგან შედგებოდეს. ანუ საერთო ჯამში ეს რა თქმა უნდა შეიძლება ამით შეიძლება დიდი ციფრი ვიღოთ. გასაგები. და მინდა აი გადავიდეთ დაუბრუნდეთ იმ თემას. სპორტსა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა რომ შევაჯამოთ ჯერ ძალიან ადრე და კიდევ ბევრი ღონისძიებაა წინ დაგეგმილი, მაგრამ რა ღონისძიებები იყო ყველაზე ისეთი მასშტაბური, რომელიც შეიძლება გამოყვოთ აი ამ პერიოდში და უახლოეს მომავალში კიდევ რა დაგეგმილი. მაქვს ჩამონათვალი 15-17 ღონისძიების, რომლებიც იყო განსხვავებული ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა, სადღაც 100-120 ღონისძიება ჩატარდა ბათუმში და მინდა ისიც აღნიშნო, რომ ყველა ღონისძიებები, რაც ბათუმში ტარდება, აჭარის ჩემპიონატებს რაც შეეხება და საქართველოს ჩემპიონატებს რაც შეეხება, ტარდება შაბათს და კვირას. ახლა გავუდგეთ ჩვენ მთელი კვირის მანძილზე დეპარტამენტი მუშაობთ, აი მთელი კვირა დაკავებული ვარ და შაბათ და კვირას ტარდება უმეტეს სკოლების გასწევრის ბავშვებს მაინც უხერხული მდგომარეობა რომ არ შეექმნათ სკოლაში ნიშნებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ესე იგი აღვადგინეთ ბილიარდის ფედერაცია. ბილიარდის ფედერაციამ ერთ-ერთ სახეობაში ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ჩატარდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ჩატარდა მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყველა ვიცით ფილაშია შეტანილი, ჭიდაობის არცეთ სახეობაში. ფილას არც ერთი ტურნირი არ არის უბერძნობა თავის სპორტში არ აქვს შეტანილი, როგორც შეიძლება ვწდებოდე, ფილას მხოლოდ ეს ტურნირი აქვს შეტანილი. აქ კიდე არის ჩამონათვალი ალტაბაევის ტურნირი ჩაატარა. ეს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ჩატარდა, ქალაქ ბათუმის მერიამ ჩაატარა. ასევე ტერმინალო უფენი, ეს იყო ის $25,000 ტურნირი, შემდეგ ამის შემდეგ აქ გამარჯვებული ესე პანოვა, ისევ გაემგზავრა თელავში 50,000-იანზე და იქაც გაიმარჯვა და
გვახსოვს ჩვენ ვინ ჩამოდიოდა ესეთი რანგის ტურნირებზე არის და ან ბევრია ჩამონათვალი და 15-ში მაგ შეჯამებას აუცილებლად გავაკეთებ ჩვენ წლის ბოლოს თუ როგორ შეიძლება შევაჯამოთ დეპარტამენტის მუშაობა სადღაც ალბათ დეკემბრის თვეში შედეგები შემიძლია მოგაწოდოთ ამ შეჯიბრებების ეხლა მე მგონი მაგაზე ერთი ცალკე გადაცემა აუცილებლად დავუწყოთ. ხა მე მინდა კითხო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში როგორ მიგაჩნია რა დონის საჭადრაკო ტურნირი შეიძლება უმასპინძლოს იგივე საჭადრაკო კლუბი რომელიც შეიძლება გაიხსნას ახლა მომავალში. ამ შემთხვევაში უკვე დამოკიდებული იქნება ფინანსებზე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის მინდა აღვნიშნო რომ საჭადრაკო კლუბი შეიქმნა ბათუმში და მას მერია ფინანსებს რადგან ეს დამატებით რა თქმა უნდა უფლება აქვს ეს უკვე დამატებით ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. სხვადასხვა მინდა აღვნიშნო რომ ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი რომელშიც მე ხა მოიპოვე медаლი პირველად ბათუმში დაიწყო 2000 წელს ამ ტურნირის ჩატარება. მაშინ მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო ქალბატონმა მაია ჩიბურდაიძემ ანუ ბათუმიდან აიღო სტარტი ამ ტურნირმა ჩვენთან არაერთი დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპა აზიის უდიდესი მატჩი როდესაც გარი კასპაროვი ყავდა სტუმრად სახლებაში არსებულ საჭადრაკოებში ანუ ძალიან კარგი იყო როდესაც არსებობდა კლუბი ციცინათელა შემდეგ როდესაც უკვე ბენზეში გქონდა საჭადრაკო დიდი სასახლე რომელიც უკვე ამჟამად როგორც ვიცი კერძო მფლობელობაში არის და ეხა შეიძლება ითქვას რომ რეალურად უდიდესი პრობლემა მოჭადრაკეებისთვის არის ის რომ არ აქვს შენობა სადაც შეიძლება ერთად ყველამ თავი მოვიყაროთ ესე ნუ რა თქმა უნდა სპორტ სკოლაში არის რაღაც ოთახები გამოყოფილი მაგრამ ეს ისევ სხვა მომენტი არის ძალიან კარგი იქნება თუ თალკე საჭადრაკო კლუბი იარსებებს საჭადრაკო ჭადრაკისთვის მოჭადრაკეებისთვის ძალიან კარგი მე ვიცი რომ წლის ბოლოს სპორტის დეპარტამენტს აქვს დაგეგმილი ღონისძიება სადაც დააჟილდოვებს ყველა სპორტსმენს თუ არის ერთ გაწერილი სალომე თუ მიიღებს ძალიან ადრე ეკითხებით ალბათ სხვა სპორტსმენებს მოაუგდავთ წლის ბოლოს შედეგების მიღწევაში ეხლა მინდა თქვა ამ ეტაპზე უკვე საერთაშორისო ჩემპიონატებს იმდენად ყურადღება არ ექცევს იმდენი მსოფლიო და ევროპის პრიზიორი და ჩემპიონი ყავს უკვე 17 სხვადასხვა საკობრივში რა თქმა უნდა და სხვადასხვა სახეობებში 17 საერთაშორისო медаლი გვაქვს მსოფლიოზე, ევროპაზე, ჩემპიონატებსა და პირველობებზე. ამაზე 17 медаლია. ჩვენ წინა წელსაც თითქმის ესეთი შედეგი გქონდა, მაგრამ ჩვენ რანგით რა თქმა უნდა ჯერ ჩემპიონატები დგება დიდებში, შემდეგ ახალგაზრდები და შემდეგ ჭაბუკები. ამის მიხედვით ჩვენ გამოვავლინეთ წინა წელს, ყოველ წელს ვავლენთ და კრიტერიუმი ესაა ერთადერთი, ამაზე მეტ კრიტერიუმში ვერ გამოვიგონეთ. პირველად ესე იგი პრიორიტეტია მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ მოდის თუ ოლიმპიური წელია ოლიმპიური ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ამ პრიზიორი, შემდეგ მოდის მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა ადგილის, შემდეგ მოდის ევროპის ჩემპიონატი და შემდეგ მსოფლიო პირველობა და მსოფლიო ჩემპიონატი. ამის მიხედვით დგება 10 გოგო და 10 ბიჭი, რომელსაც განსაზღვრავს შექმნილი კომისია. ამ კომისიას ხვდით ჩვენ დეპარტამენტში კომისიაში როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე ვთხოვთ სხვა უწყებებსაც, არასამთავრობოებსაც, სამინისტროებსაც, რომ აი ჩაერიონ ჩვენ ჩაერთონ უბრალოდ ჩვენ მუშაობაში და გამოვლინდება 10 გოგო, 10 ბიჭი, ასევე 10 მათი მწვრთნელი, აღზრდელ პირადი მწვრთნელი, 10 გოგოსთვის და ბიჭის. და ამის შემდეგ დავუბრუნდეთ ამ თემას, აუცილებლად მაყურებელი გველოდება დიდი ხანია ხაზზე მინდა. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. დღეს მე დაანგარდად უსმენთ თქვენ გადაცემას. ყველას მოგესალმებით. დღეს არის ჭადრაკის საუბარი, მაგრამ მე მინდოდა ერთადერთი საუბარი, რომელიც პრობლემა არის აჭარაში. ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც სტადიონი გამოვიცნო. საფეხბურთო პრობლემას მიეძნებათ. ჯოშ გვექნება ჩვენ აჭარაში ერთადერთი ბალეიშიკეს რომ მივიდეთ და უბალეიშიკო ჩვენ ბათუმის დინამოს. ვერისება. დიდი მადლობა. ხო თქვენ და თუ რამე გექნება თქვენ საშუალება დაგვეხმარეთ, დაგიდგებით ყველა გვერდში და შევასრულოთ ეს ჩვენი ოცნება რომ ზღვისპირეთში ერთადერთი სტადიონი გქონდა ჩვენ გქონდა დაამშვენიერი სტადიონი, მაგრამ მოგვისწრეთ. დიდი მადლობა მოსაზრებისთვის. თქვენია ჩვენ პროსტო აჭარას. დიდი მადლობა მოსაზრებისთვის. ამაზე პასუხი მაქვს ერთი თუ შეიძლება
მეც პირველად 91 წელს დავამთავრე სკოლა, დავიწყე სტადიონზე მუშაობა, ბათუმის დინამოს სტადიონზე და მუშაობდი სადღაც 8 წელი, ეტაპობრივად სტუდენტი ვიყავი, მივიდოდი, ჩამოდიოდი მუშაობდი ჩვეულებრივად და ყველაფერი აი ყველა ეს ნიუანსი ვიცი, რაც ნიშნავს სტადიონი, რაც ნიშნავს მაყურებელი და მე მახსოვს რომ იყო განსაკუთრებული ის ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ განსაკუთრებულად მოამაგე მაყურებლები და ბალეიშიკები ასე ვიტყოდი. რაც შეეხება სტადიონის მშენებლობას 2013 წელს განიხილება ეს საკითხი 2014 წელს უკვე მეწოდინება როდის და სადაც შენდება. აქედან გამომდინარე მე დღეს ამაზე პასუხს ვერ გავცემ, რომ მე როგორც ვიცი იხილება ძალიან სერიოზულ დონეზე და 2014 წელს აუცილებლად მეწოდინება. სად და როდის შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაქსი უფრო დიდი შედეგები არის, ესეთი გულშემატკივარი მაინც არასდროს არ ყავს, რომ შენობა ჩვენს გვქონდეს. სულ აიც ფეხბურთი და რაგბი არის პრიორიტეტები. ჩვენი გადაცემა გადის სულ რაღაც 5-6 თვეა. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაყურებელს არ დაერეკოს, თუნდაც ერთს და არ მოეთხოვოს სტადიონის აშენება და მეგონი აქ რაღაც ერთი კალენდარი უნდა დავდუათ, რომ ჩამოხიოთ ყოველდღე, რომ სტადიონის აშენებამდე დარჩა. დღევანდელი გადაცემის შემდეგ ნახოთ რამდენი დარეკავს მაყურებელი, რომ ჭადრაკს აკადრაკო. ჭადრაკს აკადრაკო. შენობა არ აქვს ასევე. ანუ ინფრასტრუქტურის ხრივ ისევ გვაქვს პრობლემები და ამას ჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ძალიან დიდი მონდომება შეიძლება ითქვას ხოლმე. ფაქტიურად ჩვენ ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია მხოლოდ სასპორტო სკოლა, ასე ვთქვათ და ის არასტანდარტული სტადიონები, რომლებიც ეზოებში კი კარგია, ჩემს ეზოშიც იყო პატარობას ესეთი სტადიონები, მაგრამ თუ სტანდარტში არ ზის რომ იქ ვერც შეჯიბრებას ჩაატარებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ, სტანდარტი არის ყველაზე მთავარი პირველი მოთხოვნა საერთაშორისოზე და საერთოდ მსოფლიოში არის სტანდარტი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სტანდარტით. სასწრაფნელი უნდა იყოს ცალკე, მე ასე ვფიქრობ და სტანდარტული 2-3 სათამაშო აი სახეობები საერთოდ მოკლებულია სტანდარტებს. ხელბურთს ვერ ჩაატარებ ბათუმში. აი სტანდარტებში არ ჭირდება. ვერც ბათუმში, ვერც ქედაში ჩაატარებ. ვერცად აჭარის რეგიონში. აჭარის რეგიონში ხელბურთს აი აჭარაში ერთ-ერთი სტადიონი და როგორც საქართველოს ჩემპიონატს ვერ ჩაატარებ და ახლა პატარებში შეიძლება რაღაც ამ შემთხვევაში ჩვენს პლუსი გვაქვს, რომ ჩვენი დაფებით დავდივართ და ყველა შენობაში შეგვიძლია ვითამაშოთ, მაგრამ მაინც უკეთესი იქნება თუ ეხლა ჩვენს პრეზიდენტს რანდის საავეჯო კომპანიის შენობაში არ მოუწევს სულ ტურნირების ტარება და ჭადრაკს თავის ტურნირი როგორც ვიცი ჩატარდა. დიახ, თავის ტურნირი იყო საქართველოს საერთაშორისო ტურნირი იყო ასაკობრივ ჯგუფში. ესეც ჩვენი ფედერაციისთვის პლუსია, რომ ამჟამად ბიზნესმენი არის პრეზიდენტად და მან უკვე პატარების დაფინანსებაში, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე როგორც ვიცი დააფინანსა შარშან ჩვენი ახალგაზრდა წარმომადგენელი და ის ცდილობს, რომ დამატებით რეალურად ჭადრაკის ფედერაციის ფინანსებით დამოკიდებული არის დეპარტამენტზე, რასაც დეპარტამენტი გამოგვიყოფს და შემდეგ უკვე, როდესაც პრეზიდენტი თვითონ ბიზნესმენი არის, ჩვენთვის დამატებით პლუსია, რომ დამატებითი სახსრებით შემოიტანს. მე მინდა დღესაც ბოლოს შეკითხვა დაგისვა, ვიდრე გაიმგზავრები მსოფლიო ჩემპიონატზე, წინ ვიცი რომ გელის მეორე ბავშვი ელოდება სალომელია, ზურფავს ტელემოყურებლებო და გელის ძალიან სხვა გამოთიშვა ცოტა ხანი სპორტული ცხოვრებიდან, ვიდრე გაიმგზავრები მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს კიდევ რა ტურნირებში მიიღებ, აი ამ შუალედში მონაწილეობას. რაც შეეხება სპორტულიდან გამოთიშვას, ასე მაინც ამას არ ვიტყოდი, შეიძლება ტურნირზე არ გავემგზავრო, მაგრამ საწვრთნო შეკრებები ეხლაც მიმდინარეობს თბილისში, ეხლაც მე ვარ მეცადინებები გვაქვს და რამოდენიმე დღეში დავუბრუნდები. წელს მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რამდენად გავემგზავრები ეს უკვე ჩემს ფიზიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული. შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატამდე უკვე მომავალი წლიდან ახალი კალენდარული გეგმა იქნება, ეს უკვე ცალკე თემა იქნება და მნიშვნელოვანი ტურნირები იქნება მანამდე. მომავალ წელს ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი ტურნირი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც აგვისტოში გაიმართება ნორვეგიაში, ევროპის ჩემპიონატი ისევ ქალთა შორის, მამაკაცთა შორის, საქართველოს ჩემპიონატი და ჩვენ ქვეყანა ალბათ ისეთი ქვეყანა, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი არ ჩამოუვარდება რანგით სხვა საერთაშორისო ტურნირებს, იმდენად ძლიერი საჭადრაკო ისტორია გვაქვს და აქედან გამომდინარე, ბევრი ტურნირი იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები და მედონებ რომ ეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის როგორც ჩვენთვის, ასევე ქართველი მოჭადრაკეებისთვის საერთაშორისო სარბიელზე. ძალიან დიდი მადლობა. მინდა
მინდა გავაგრძელოთ ჩვენ მაყურებელმა შეგვაწყვეტინა და საფუძვლიდან შეგვაწყვეტინა შეიძლება ითქვას დაგეგმილი ღონისძიება 2013 წლის ბოლოს დაჯილდოვდებიან აჭარაში გამოჩენილი სპორტსმენები. აჭარის ნაკრები გუნდების წევრები, მათი მწვრთნელები, საუკეთესო ფედერაცია, საუკეთესო ჟურნალისტი და ჩვენ გვაქვს წინა წელს გავაკეთეთ ესეთი პრეცედენტი დავსვით, რადგან იყო შედეგები და იყო საშუალებაც 5 პერსპექტიული სპორტსმენის დავაჯილდოვეთ, ოღონდ რა კრიტერიუმით? ეს კრიტერიუმი იყო მათ მიერ ახალგაზრდულ და ჭაბუკთა შორის, ახალგაზრდებში და ჭაბუკთა შორის მოპოვებული საერთაშორისო მსოფლიო და ევროპის პირველობებში აი შედეგების მიხედვით ის 5 სპორტსმენი შევარჩიეთ და იმათაც გაიგეთ რომ იმათმა აი ჭაბუკებში გახდა ერთი სპორტსმენი ჭაბუკებში გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე გავიდა ახალგაზრდებში და რჩებოდნენ აი უყურადღებოდ ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ დაჯილდოების გარეშე და დავაჯილდოვეთ და ძალიან გახარებულები იყვნენ ისინი და იყო საშუალება და წელს როგორ იქნება ჩვენ ვაკეთებთ კომისიას, უпроსტად იქნება კომისია განსაზღვროს უკვე ვინ დავაჯილდოვოთ, როგორ დავაჯილდოვოთ, შედეგებსაც ერთობლივად განვიხილავთ და ამის შემდეგ უკვე შეხვედრა ხდება ყველა სპორტის მესვეურთან, სპორტსმენთან, მწვრთნელთან და ერთობლივად ვაჯილდოვებთ. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ერთი რაღაცა მინდა მეთქვა, აუცილებლად ის დაუვისო, რომ რაგბის სტადიონი ლეონიძის ტერიტორიაზე შენდება უკვე საფუძველიც ჩაღრმავდა თითქმის თავდება და იყოს მე არ ვიცი რამდენად სიმართლე შეესაბამება რომ გაჩერდა თითქოს ამ არ გაჩერებულა მუშაობა მიდის და იქ აუცილებლად იქნება სერიოზული ბაზა და ძალიან სერიოზული ევროსტანდარტების დონის პოზიტიური ინფორმაციით რაგბის სათამაშო სახეობაა და აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სალომე მელია მოჭადრაკე იყო ჩვენი სტუმარი და ასევე მინდია ქათამაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მე სალომე გისურვებ პირველ რიგში რომ ძალიან კარგად ჩაიარო შენთვის აი მოახლოესმა სამოთხმო თმები, რომელიც წინ გელოდება და შემდეგ ბევრი წარმატება გქონდეს კიდე როგორც საერთაშორისო სარბილაზე. ჩვენ კი ის გადაგვჩენია რომ მაყურებელს დავამშვიდობოთ. მე ვიტყვი აქვე რომ შენ ახსენე მინდია სასპორტო სკოლა, რომელიც ერთადერთი ინფრასტრუქტურული შენობაა სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აჭარას გააჩნია და შემდეგ გადაცემა აჭარას არა, ბათუმს გააჩნია. ყველგან შენდება, ყველა მუნიციპალიტეტი ჩვენ შემდეგი გადაცემა აუცილებლად გვინდა რომ დავუთმოთ სპორტ სკოლას და სახეობებს, რომელიც სპორტ სკოლაში არის ახლა თავმოყრილი. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე კეთილსურვილებით ნახვამდის.